ნონული საათი 03 წუთის სრულიად საქართველოში საღამოშიდობის კიდევ ერთხელ ყველას გაუ კიდევ ერთხელ და ჩვენი მეორე ბლოკის სტუმარი სალომე კოკუაშვილი მსახიობი ძალიან ხიარულად დაიწყო და არც არის გამორიცხული რადგან სალომე ყავს სტუმარი და გამარჯობა სალომე კიდევ ერთხელ გამარჯობა მოგესალმებით პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ გადაცემაში ძალიან მიხარია და რა ვიცი აბა ვისაუბროთ თემებზე ესე იგი, მოდი დავსვამ პირველ შეკითხვას. საიდან დაიწყო სალომე კოკუაშვილმა ასე ვთქვათ თავისი მსახიობის კარიერა, სად იყო მანამდე, რატო არ ჩანდა და ასე შემდეგ. მოგვიყევი ესე ვთქვათ შენი ისტორია. ესე იგი, მოდი დავიწყებ არა პირველად ტელეეკრანზე გამოვჩდი, არა მსახიობის ამბულაში. ცეკვავდი, ესეთი ჯგუფი არსებობდა ბეროა, ბატონი თემურ ხამხაძე ხელმძღვანელობდა, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. და რუსთავერმა გააკეთა ესეთი საბავშვო პროექტი, სახელად მხიარული სტარტები, სადაც სჭირდებოდათ მოცეკვავე გოგონები, ესეთი პომპონებით. და ჩემი პირველი ეკრანზე გამოჩენა, ასე ვთქვათ, მოხდა აქ, ცეკვავდი ამ ჯგუფში. შემდეგ უკვე იყო რუსთავიორის პროექტი, ისევ რუსთავის პროექტი, კომედი შოუ და სიცილის ზონა. ცოტა ხანი ვიყავი ძალიან რამოდენიმე სკეჩებში და პირველად რასაც ვთვლი უკვე საიდანაც დავიწყე მართლა სამსახიობო კარიერა, ეს იყო პირველი არხის ტელესერიალი მესამე თაობა 2008 წელს დაიწყო ეს სერიალი. მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგი ძალიან ცოტა ჰქონდა და ამ სერიალმა არავითარი ესეთი განსაკუთრებული არც პოპულარობა არ მომიტანა და არაფერი, ჩემთვის მაინც იყო პირველი სერიალი, რომელიც დღესაც უზომოდ მიყვარს და ძალიან მინდა იგივე ჯგუფთან ერთად კიდევ ვიმუშაო. იყო ჩიფსების თაობაც. იყო შემდეგ იყო კი მესამე არა ჩიფსების თაობა აღარ იყო ჩემ დროს უკვე ჩვენი ოფისი. აჰა ჩვენი ოფისი და საკმაოდ რაღაც უცნაური როლი ქონდა რაღაც საუბრობდი მამა როქშიო და როგორ იძინებდი და ასე შემდეგ. საცოდავი და განათლებული გოგოს როლი მქონდა საკმაოდ საინტერესო იყო. უნდა აღვნიშნო რომ ყველაზე მეტად რაც მე ამაყება ჩემს კარიერაში თუ სამსახურში თუ რაც ქვია არის რომ ყველა ჩემი როლი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება. და მეტი საშუალება მეძლევა რომ ვითამაშო და ვიმუშაო საკუთარ შესაძლებლობებზე და ამით ვარ ძალიან ბედნიერი და ძალიან დიდი მადლობა რეჟისორებს ამისთვის. და აქვე დავამატებ რომ იყო განსხვავებული და იყო დასამახსოვრებელი თითოეული მაყურებლისთვის. კი, ნამდვილად. ყველაზე დიდი პოპულარობა ამ სერიალმა მომიტანა, ნამდვილად უნდა აღვნიშნო. და ახლა რომელ სერიალზე მუშაობ ან ფილმზე? ეხლა მუშაობ სერიალს ვერ დავარქმევდი, უფრო იუმორისტული გადაცემა იმედის ტელეარხზე, რომ გადახვალ გააჩერე, ესეთი ცნობილი სახელი გვქვია და ეხლაც ვერ ხვდები რატო. უკვე 3 თვეა ეს პროექტი, ამ პროექტზე რაც მუშაობთ, თუ არ ვცდები 2 თვეა რაც გადის იმედის ეთერში, ყოველ კვირა დღეს 5-ის ნახევარზე, ძალიან ცუდი დრო გვაქვს ერთეული საეთეროდ. და საკმაოდ სახალისო რა ვიცი, ამობენ რომ მაყურებელი ყავსო და ხალხსაც მოსწონსო და რა ვიცი თქვენ რას ფიქრობთ? ძალიან კარგია, იუმორისტული, მაგრამ სახელი მეც ვერ მივხვდი სიმართლე გითხრა რაღაცა. ხო, ძალიან დიდხანს ფიქრობდი რომ როცა ამბობდნენ რომ გადახვალ გააჩერეს ვარქმევთ, დარწმუნებული ვიყავი რომ უბრალოდ ეს იყო ერთ-ერთი ხუმრობა, რომელსაც ესე გვეხუმრებოდნენ პროდიუსერები და როცა უკვე ეკრანზე დაეწერა გადაცემაში რომ გადახვალ გააჩერე გავოგნდი, ვერ ვიჯერებდი რომ ეს სახელი დავარქვით. და სამსახიობო კარიერის გარდა კიდევ რამით თუ ხარ დაკავებული? ვცეკვავ. აქ ასე თუ ისე, პროფესიონალურ დონეზე მაინც და მაინც არა, მაგრამ მიყვარს ძალიან ცეკვა სიამოვნებს და ჩემთვის ვცდილობ ხომ რაღაცებს. ძალიან კარგი და რითი ერთობა სალომე კოკუაშვილი თავისუფალ დროს? რითი ერთობა? ძალიან უცნაური ახალგაზრდა გოგოა. თავისუფალი დრო ამ ბოლო დროს ძალიან ნაკლებად, მაგრამ გარდა იმისა, რომ ამ პროექტით ვარ დაკავებული, რაღაცებს ვაკეთებ, რა თქმა უნდა, რაც არ ჩანს იმისთვის, რომ განვითარდე მომავალში რაღაც გეგმებისთვის, წინ რა წახვიდე. მაგრამ თუ მაქვს თავისუფალი დრო, მირჩევნია ვიყო სახლში და მოვიდნენ ჩემთან მეგობრები, ან მე წავიდე მეგობრებთან ერთად. ესეთი კლუბური გართობა და რაღაც ისეთი დალევა, ცეკვა კლუბში ძალიან არ მიყვარს რაღაცა. ძალიან კარგი, მოდი Facebook-ის პოსტებს ამოვიკითხავ, საღამომშვიდობის ავტოგრაფს, ძალიან კარგი სტუმარი ყავთ პირველ და მეორე ნაწილშიც. სალომე, როგორ ხარ შენი ერთგული მაყურებელი ვარ და რამე სიახლეებს ხوار გეგმავ შენს კარიერაშია? ძალიან დიდი მადლობა. ყველაზე მეტად ნერვიულობდი აი Facebook-ზე რას დაპოსტავდნენ ადამიანები, ძალიან განვისდი ხოლმე ეს. ჩვენთან სულს არაფერს ვაკეთებ. ნუ მაინც რა ვიცი. სამომავლო გეგმები კი ბევრი მაქვს, მაგრამ რამდენად განხორციელებადი იქნება ეს ყველაფერი, ჯერჯერობით არ ვიცი.
ახალი შემოთავაზებები სამწუხაროდ ჯერ არ მაქვს ვარ ანუ იმედის ამ პროექტში და მომავალში ვნახოთ რა იქნება ჯერ არ ვიცი. და ერთი Facebook-ის პოსტი მინდა რომ მეც ამოვიკითხო. გიждები ამ გოგოზე ძალიან მომწონს. მადლობთ. ძალიან მიხარია, ძალიან დიდი მადლობა. რატომღაც გონია რომ ხალხისგან წავუდგა ცუდი რეაქცია და რატომ არ ვიცი. იცი რა, ამ ბოლო დროს ძალიან გაჩნდა, ანუ ხალხისგან მესმის ზუსტად ის ფაქტი, რომ ანუ ჩემი ბოლო როლებიდან გამომდინარე, გოგონა გარეუბნიდან შირო ვითამაშე როლი. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან დიდი აგრესია წამოვიდა, რასაც ნამდვილად არ გველოდი. ანუ პირიქით რაღაც მეგონა, რომ ეს განსხვავებული როლი რომ რაღაცა ეს გოგო გაბოროტდა და რაღაცები დაემართა, უფრო იქნებოდა საინტერესო, ინტრიგული და რაღაც. აღმოჩნდა რომ რაღაცა ხალხს მაინც და მაინც ანუ აგრესია გაუჩნდა ძალიან დიდი. ოჯახი დააშორე ერთმანეთს. ხო, და ნუ აი ესეთია ეს თაფხედი გოგო და რაღაცა და ну ძალიან ბევრი Facebook-საც მომდიოდა ეს წარწერები თვითონ რომ ესე როგორ მოიქეცი და რაღაცები და ძალიან განვიცადე, ну კი გასაგები ალბათ ხვდებიან რომ ეს უბრალოდ სერიალია, მე არ ვარ ცხოვრებაში ესეთი, მაგრამ მაინც სალმეს ბრალი არა, ეს ყოველთვის სცენარისტები დაწერილია. მიქარდება. ხო, ნამდვილად და ძალიან ვინერვიულე ამასთან დაკავშირებით. ძალიან კარგი სალმე, რამდენად აქციულ ყურადღებას შენს მიერ წამოსულ ასე ვთქვათ კომენტარებს? გინდ კარგს, გინდ სულს? მოდი ვიტყვი ძალიან გულწრფელად. ყველა ადამიანი აღნიშნავს, რომ მისთვის ეს არის აბსოლუტურად სულერთი, ის აკეთებს თავის საქმეს და ხალხის აზრი არ აინტერესებს. ყველა ადამიანი, ვინც ამას ამბობს, იტყვება. ესე არ არის. როცა რაღაც აკეთებ, მithumedas ესეთ რაღაცას, რომ ჩამფარ ეკრანზე და შენი საქმე არის ეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ხალხი, როგორ გიყურებს, გაქებს, გაძაგებს, კარგს ამბობს, ცუდს ამბობს. ძალიან მოქმედებს, როდესაც რაღაც კარგი გესმის, ან დადებითად იმუხტები, უფრო მეტი გინდა გააკეთო, უფრო რაღაცა კარგისკენ მიდიხარ. და როცა გესმის რაღაცა თქვა სიტყვაზე რა უნიჭოა ან რა საზისხარია ამ როლში ან რაღაცა, ნუ იგრუზები შინაგანად არ იმჩნევ და არ გინდა, მაგრამ ნუ აუცილებლად იგრუზები. და ერთი Facebook-ის პოსტი მინდა კიდემ რომ ამოვიკითხო, არ დაიჯერო შენ ხალხის აზრი, მიდი მიაწექი აბეშენიცი წარმატებები მომავალშია. მადლობთ, ძალიან დიდი მადლობა. ესე კი სალმე ძალიან ბევრ ფილმში თამაშობ, რომელიც გადაიღეს ასე ვთქვათ ბოლო დროს ქართულმა რეჟისორებმა. როგორ ფიქრობ რა არის იმის მიზეზი რომ თითქმის ყოველ ფილმში ხარ დაკავებული და ასე ვთქვათ რამდენად მოგწონს შენი როლები? იცი რა არის იმის მიზეზი რომ ყველა ფილმში ვარ დაკავებული, არ ვიცი. იქნების რომ კარგი მსახიობი ვარ. ხო, არ ვიცი ნამდვილად, ძალიან მიხარია ხოლმე რა თქმა უნდა, როცა მეძახიან კასტინგზე რომ აი ესა და ეს როლია და იქნებ მოხვიდე რომ სინჯი ჩავწეროთ, ძალიან ბედნიერი ვარ ხოლმე ამ დროს. ჩემი შესრულებული როლებით, ну რაღაცებით მაყოფილი ვარ, ანუ თვლი რომ ნორმალურად ვითამაშე. ну ზოგი მომენტი არის რაც არ მომწონს და თვლი რომ ბევრად უკეთ შემეძლო რომ მეთამაშე. თუმცა უნდა აღვნიშნო რომ ჯერ მთავარი როლი არცად არ მეთამაშე. ეს გულდაწყვეტით ავიღე, კი ნამდვილად. ჯერ მხოლოდ 21 წლის. და მხოლოდ ტელეეკრანებთან თამაშობ, ან ასე ვთქვათ, შენ მსახიობური კარიერა მხოლოდ ტელეეკრანებზე გაქვს თუ თეატრალური ცხოვრებითაც ცხოვრობ? იცი რა, თეატრალური ცხოვრებით სამწუხაროდ ვერ ვცხოვრობ. ერთხელ მქონდა მცდელობა, პრინციპში არ იყო ეს თეატრი, იყო ცირკი გაიხსნა ამ ახალ წელს თუ გახსოვთ, ძალიან ესეთი გრანდიოზული 7 წლის შემდეგ, როგორც იქნა თბილისის ცირკი გაიხსნა და ბატონმა გოგა თავაძემ სამეფო ოპერის თეატრის რეჟისორმა დადგა სპექტაკლი „სახალხოს ზღაპარი“. ну ამ სპექტაკლში რაღაც ძალიან პატარა როლი მქონდა მეც და ძალიან რთულია თეატრის ცხოვრება. მთელი დღე და ღამე ხარ რეპეტიციაზე და სხვა არაფრისთვის აღარ გრჩება დრო და კი მინდა მიყვარს ძალიან, მაგრამ კინო მაინც რაღაცა უფრო ახლოს არის ჩემთან. ძალიან კარგი, მოდი მუსიკალურ კომპოზიციასთან გადავინაცვლოთ. ერთი სიმღერა ჟღერდება ობიექტივისად, დაბრუნებით ერთი სიმღერის ასრულებისთანავე არა, მითურ შემთხვევაში არ შეცვალოთ რადიო არჩევანი და არჩით ტალღაზე 105-დან 0 დროებით. 0 საათი. 0-18 წუთი გქონდა რა და ღამებში დობისა უკვე ყველას, ვისი რადიო მღერიც მომართული არის ტალღაზე FM 105-დან 0 და სამომეს კი გარჩევთ კამერა. არ შემიძლია რა აღნიშნო როგორი მხიარული სტუმარი აღმოჩნდა. და აქვე თქვია ხო? ეს სამყანები ვარ. მე გიცავ ესე იგი რომ არა არ ვთქვათ ეთერში აგვაცინებს ესე უასწროთ. ესე იგი. და
და მოდი შენი აზრი დაანონსე, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გველაპარაკებოდი და ეს ძალიან ბევრი რო ისრო მე ამის გასაკეთებლად, მაგრამ მაინც რო არ გამოგივიდა. რადიოსთან დაკავშირებით. ესე იგი ძალიან გულით მინდოდა რადიოში დაწყება სამსახურთან რაღაც ესეთი საინტერესო და ესეთი საყვარელი მხიარული გადაცემის წაყვანა. და ნუ ვინაიდან რადგანაც არავის არ ვიცნობდი რადიოს სფეროში არც კასტინგები ცხადდებოდა და არაფერი Facebook-ზე დავპოსტე. მე მინდა რადიოში მუშაობა და ეხა ველოდები რომ 2000 მეგობარი მყავს და ერთი მაინც მომწერს რომ ой იცი მე მუშაობ რადიოში ჩვენთან ვაკანსია ან რაღაც მაგდაგვარი. ველოდე ერთი დღე, ორი დღე, სამი დღე, მე კიდე გავიმეორე ეს პოსტია. გაზიარე შენებს. გავაზიარე იგივე პოსტი და როგორც ხედავთ მე რადიოში მუშაობა არ დამიწყია. სტუმრად ხარ უბრალოდ. უბრალოდ სტუმრად მოვედი. ძალიან კარგი, მოდი კითხვას დავისვამ, რა ხდება სალომე კუკვაშვილის პირად ცხოვრებაში? ოჰ, ველოდი რომ დაგისვათ ეს კითხვა. ჩემს პირად ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან კარგად არის. ანუ ანუ ბიჭებო შანსი არ გაქვთ. ანუ გაქვთ. არ გაქვთ არი აქტიურად, ბიჭებო გოგოებო იაქტიურად. ნინი მოდი შემდეგი კითხვით გადაინაცვლო და ეს და საუბრობთ. მინდა რომ Facebook-ის პოსტი ამოვიკითხო ერთი ძალიან მომწონს ეს გოგონა ძალიან საყვარელი და მხიარული აღმოჩნდა და საერთოდ სხვანაირი მეგონაა. აი ამას სხვანაირი მეგონა ხო? მადლობა. ესე იგი სალომე არ აშორებს ოჯახებს, არც დებილი გოგოა. და არც როში აიძინებს. და ესე იგი მოდი დავამშვიდობოთ ნელ-ნელა ჩვენს მსმენელს. დამშვიდობა სალომე. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში რომ მომიწვიეთ. ძალიან დიდი მადლობა Facebook-ის პოსტებისთვის, ძალიან მესიამონა მართლა. და რა ვიცი, მომავალ შეხვედრამდე გამიხარდეთ თქვენთან ერთად ყოფნა. ნახვამდის შემოგარგებო, გიბრუნდებით ზუსტად ერთ კვირაში, მოვდებო შაბათს 23 საათი და 20 წუთიდან ასე რომ უცვლელი წამყვანებით, სლადის სტუმრებით. ტალღა უცვლელი 105-დან 2 დარჩით მედია კავშირი ობიექტების ხამის ეთერში. დროებით. ნახვამდის.